მოგესალმებით მეგობრებო ყველას, როგორ ხართ? მოგიკითხავთ. დღეს ვისაუბროთ ნარზე, უნარზე და საინტერესო ინფორმაციები გავხსენით სიდონში. მინდა ამ თემებზე გესაუბროთ და ვისაც გაინტერესებთ ამ საკითხზე დარჩით ჩემთან, ვისაც კითხვებიც შეგიძლიათ დამისვათ, ასევე თუ გაქვთ ინტერესი სიდონის წევრის გაწევრიანების სიდონის ჯგუფში შემოსვლის, შეგიძლიათ პირადში მომწეროთ და გთხოვთ რომ და მოკლედ იაქტიუროთ Facebook-ზე, ასევე გადაუგზავნოთ მეგობრებს ვიდეოები, წინასწარ გეტყვით ამ ყველაფერს, თხოვნა რომ გადაუგზავნოთ ვიდეოები, რაც შეეხება ლაზარესთან, ლაზარის აღდგომაში და ლასის არის აღდგომაში და ნუ მოგერიდებათ ამ თემების გაშღერება. მაგალითად მე პირადში მომწერეს რომ რა უდარის ნარიო კარგად იყავითო რა და ესეთი ხალხი, რომელსაც არ ესმის ამ საკითხზე საუბარი, თუ რას ვსაუბრობთ, შეგიძლიათ რომ უბრალოდ არ მოусმინოთ ამ ვიდეოს, ხვდებით ხომ? ვისაც არ გაინტერესებთ ან ჯერ არ გაგხსნიათ ლასის არე, ლაზარე და ქართული ანბანი, ქართული ენა, შეგიძლიათ უბრალოდ დატოვოთ ეს გვერდი კი არა და ეს ლაივი და ნუ მოусმენთ, არავის არ ვაძალებთ ჩვენ მოსმენას, მაგრამ თხოვნა რომ გააზიაროთ. რატომ უნდა გააზიაროთ? იმიტომ რომ ქართული ენა, რომელიც ესე დასუსტებულია დღემდე და ცდილობდა ძალიან ბევრი გარემტერი რომ ქართული ენა დაესუსტებინა და ჩვენთვის, ანუ ქართველებისთვის წაერთვა ის ძალა, რაც ღმერთმა ჩვენ მოგვანიჭა, როგორც ენის სახით, ისევე მიწის სახით, წილხვედრი მიწის სახით. წილნაყარზე ვისაუბრეთ ჩვენ რას ნიშნავს და ახლა ვისაუბროთ მოდი უნარზე, როგორ წაგვართვეს უნარი და რას ნიშნავს უნარი. მაშასე დავიწყოთ, მე ვარ თამარ გეფარდი, ინასარიძე და უკვე 5 წელია ამ საკითხში შევიმეცნებ ამ საკითხში ვიქექები და საინტერესო ის არის რომ ძალიან ბევრი ახალი მეგობრები შემომიერთდნენ, გავერთიანდით ასეთი ჯგუფის სიდონი შევქმენით და ამ სიდონში არიან დაახლოებით 64 წევრი და 64-დან ვაქტიურობთ მხოლოდ რამდენიმე ერთეულები, ანუ არა ათეულები, რამდენიმე ერთეულები. ამ პიროვნებებს თანდათან გაგაცნობთ, დღესაც ვახსენებ მათ სახელებს, ვინ არიან ესენი და მათ ნამუშევრებს მეგობრებო, წარგიდგენთ დღევანდელ ლაივში. მაშასე დავიწყოთ. ესე იგი, ჩვენ მოცემულობაში გვაქვს სიტყვა უნარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა არის. წინა ლაივებში მე ვისაუბრეთ და განვაცხადე, რომ ჩვენ წაგვართვეს უნარი. და ეს იმას ნიშნავს, რომ უ არის ის ასობგერა, რომელშიც ზის ვიე. და ეს ვიე არის გასაღები იმ კარისა, რომელიც ერთი წუთით აქ რაცია ჩართული და გამოვთავ, თორე რაღაცები გვერდდება ხოლმე. აჰა, გამოვდე. სად ვიყავი? ხო. უნი, რომელშიც ის ვიე და ვიე, რომელიც აი ახლა მე გაგიცხადებ ერთ-ერთი ჩვენი სურათხატოვნადაც რომ დაინახოთ რაზე ვსაუბრობ, ხომ? ერთ-ერთი ჩვენი სიდონის წევრის ნამუშევარს, ეს არის ძალიან საინტერესო. მას შემდეგ რაც მე და მარი ხუციშვილმა ასევე მარი ხუციშვილი სიდონის ერთ-ერთი უძლიერესი წევრია. მას შემდეგ რაც მე და მარიმ და სიდონის წევრებმა გამოვიკვლეთ ის რომ ონი და ვიე არის ის გასაღები და გასაღების კლიტე, ანუ ბოქლომის შესაყრელი, სადაც ეს გასაღები უნდა შეიყაროს და რომელიც არის ჩვენი გამღები, ცის გამღები ერთ-ერთი ასობგერა და ამ ასობგერაში 3 ასობგერა ნაწილდება. ამ 3 ასობგერაში მეგობრებო, უნი უკაცრავად
არ გამოირთო თუ რა ხდება ერთი წუთით მოვალ. ონი ვიე და ონი რომ დედა გამოირთო შვილო. ბავშვები თამაშობენ ხოლმე რაციებით და ეხლა დატოვეს ჩართული. და ეს რაღაცა აქ ვინც გაივლის უფრო სატვირთო მანქანის წევრები არიან ხოლმე. ვისმენთ რას ლაპარაკობენ. ერთი სიტყვით ჩვენ ვუყურებთ ახლა ამ ასობგერებს ერთი წუთით მეც გავხსნი ესე ახლოს რო არ მოვიდე მეც გავხსნი მაგ სლაიდს და განვიხილოთ ამ საკითხზე რა ხდება. ესე იგი ჩვენ ვუყურებთ ამ ჭრილში განხილულ თანს, რომელიც ჩვენმა ერთ-ერთმა საუკეთესოთა შორის საუკეთესო და მე ვერ გამოვყოფ ერთ-ერთ სიდონის ჯგუფის წევრებად რა ეს არის უკეთესი და ეს არაუკეთესი, არა ყველა ძლიერია. მე მინდა ვთქვა, რომ აი ამ საკითხში სოფიამ გავაცხადებ მე მის მხოლოდ სახელს დაგვიხაზა ტრიდეში თანი, უნი, ქანი, ონი და ღანი. თუმცა აქ არის ნახსენები მხოლოდ ონი, ინი, კანი, თანი, ვინი, უნი, ზენი, ჟანი და შინი. ზედა მხარეში, რომელშიც აი წრეში როზის უნიში ჩასვა სოფიამ ეს ასობგერები და აი ეს ამ 7 ასობგერამ დაიწყო საუბარი მეგობრებო და აი ახლა მე გაგიცხადებთ თუ რა თქვა ამ 7 ასობგერამ. ჩვენ იცით რომ გავაღით კარი და შევედით ონში, ვიეში, ონში მოთავსებულ ვიეში, ესე იგი უნში შევედით და თუ არ გახსოვთ მე ჩაგიგდებთ ახლა კიდე ერთ სლაიდს რომელიც პირდაპირ გეტყვით იმას რომ რაზე ვსაუბრობთ გაგახსენდებათ თქვენ და ახლები რომლებიც შემოგვიერთდნენ აი იმათ კიდევ ეცოდინებათ რაზე ვსაუბრობთ. აი ეს არის მეგობრებო წინა სიდონის წევრების ნამუშევარი. აქ ხედავთ 3 ასობგერას ასომთავრულში ქართული ანბანიდან ეს არის ვიე, უნი და ონი. და ქვემოთ უკვე განვითარებული ვარიანტი, როდესაც ჩვენ შევედით უკვე წილყარის მეშვეობით, ანუ წილყარი გასაღები იყო, რომელმაც შეგვიყვანა ჩვენ ამ ვიეში და წილყარმა ჩვენ მოგცა შემდეგი ინფორმაცია, რომელიც შემდეგ სოფიამ გამოგვიგზავნა სიდონში და ამას განვიხილავთ. ახლა მოდი ამას ცოტა ჩამოვწევ, თორემ მე ვერ ვხედავ. აი ესე. მეგობრებო, ესე იგი ჩვენ გვეუბნება ეს საკითხი, აი ეს 7 ასობგერა, რომ მე არაფერს არ ვამატებ, თვითონ ლაზარე საუბრობს, ონი ინარი, კანთან, ვინარი, ინარი, უნიში, ზენარი, ჟანშინარი. ესე იგი, ვინც ონი ინკანართან დგას და ვინც ონ ინკანი არიო, თან ვინარიო, ინი, უნი, უნარი, ზენარი, ჟან შინარიო. ესე იგი, აქ საუბარი არის ვიღაცა არის შინ და ამ შინ ვინ არის ამის გარკვევა არის ცოტა რთული მეგობრებო. რამე თუ ქართულ ანბანს აქვს ესეთი თვისება, როდესაც მას გახსნი, როდესაც ასობგერებს ხსნი, აი ახლა მე განახებ თუ როგორ იხსნება ასობგერები, იმათთვის ვისთვისაც ჯერ გაურკვეველია როგორ მივიღეთ ამ 7 ასობგერადან აი ეს წინადადება. მე გაჩვენებთ ახლა ერთ
რა აქვს მეგობრებო. ესე იგი, ჩვენ გვაქვს ქართული ანბანი, მოცემულობა ქართული ანბანი. ეს არის ცოტა სხვა სქემით გაკეთებული, აქედან მიდის მაღლა, მერე ჩამოდის დაბლა და ასე შემდეგ. უბრალოდ ანიდან თანამდე მიდის, მერე ინიდან ჟანამდე და ასე შემდეგ. აი ამ სისტემაში არის ანიდან თანამდე მიდის, როგორც აქ, მაგრამ აქ სხვანაირად არის ჩასმული. ჰორიზონტალურზე დგას, ვიდრე ვერტიკალურზე ანბანი და მე ამით უფრო სარგებლობ ხოლმე, იმიტომ რომ გამიადვილ და ამითი სარგებლობა ვიდრე ამ ვერტიკალურით. ეხლა ნახეთ რა ხდება მეგობრებო. აი ეს არის ყველა ასობგერა მოთავსებული ერთ კუბში, შემდეგ ონში ჩავსვით ეს და შემდეგ ლიში ჩავსვით ეს ანბანი. ანუ ლითი გავააქტიურეთ. ეხლა რა ხდება? ბანი მოვათავსებთ მაღლა და ეს ჯვარი, რომელიც ამოყირავებული იყო და ესე იდგა ქართული ანბანი, ჩვენ გავმართეთ და ბანი თავზე მოვაქციეთ. ბანი იდგა პირიქით მეგობრებო. ეხლა სანამ მანამდე მივალთ, ჩვენ ნახოთ როგორ იხსნებიან ქართული ანბანის ასობგერები. ანს მეგობრებო ქვია ასობგერა A-ს მეგობრებო ქვია ანი. თქვენ ნახეთ რომ მხოლოდ A არ იწერება, ასომთავრულში იწერება როგორც ანი. B-ს ქვია ბანი, G-ს ქვია განი, D-ს ქვია დონი. აი ხა მოდი ვთქვათ, დავწეროთ ჩვენ ერთი მაგალითი, როგორ იხსნება ქართული ანბანი. ვთქვათ, ჩვენ გვაქვს ორი ასობგერა, მაგალითად Ž და P. აი ეს ორი ასობგერა როგორ იხსნება და როგორ შემოდიან აქ სხვა ასობგერების შიგნით. ჩვენ ვიცით რომ ჟს ქვია ჟანი, აი რომ ვნახოთ ზუსტად რა ქვია ჟს მეგობრებო, აი აქ გაჩვენებთ მე. სად არის ვერ ვიპოვე? აი აქ ვერ ვხედავ ხოლმე ბოდიშით. აქ უფრო ვხედავ, აი ნახეთ, ჟს ქვია ჟან, ხო? ჟან. აი აქ კი მეგობრებო, ი არის დამატებული ყველგან, ი. და აქ ქვია სავარაუდოდ ჟანი. ოღონდ ვერ ვხედავ აქ სად არის ჟანი. მაღლა უნდა იყოს, ხო? აი აქ არის ჟანი. აი აქ ქვია ჟანი. ი არის ბრუნვითი ფორმა და მართალია ამ სისტემაში ყველგან ი არის დამატებული, თითქმის ყველგან ი, გარდა იოტასი და კიდევ ერთია ჰემერვესი, თუმცა ჰემერვეს ჰეიქვია და რადგან ბრუნვითი ფორმა არის მეგობრებო, ჩვენ დავწეროთ მხოლოდ ჟან, ი აღარ დავამატოთ. ეხლა ჩვენ განვიხილოთ რა არის პ. აი ეს ორი ასობგერა რას გველაპარაკება. განვიხილოთ რა არის პ. პ არის პარ. ნახეთ, აი რომ ნახოთ რომ არის თუ არა პ პარ, ვინც ქართული ანბანი არ იცის სრულყოფილად, ხო? მაშინ შეგვიძლია პირდაპირ მნიშვნელობით აი აქ ვნახოთ პ არის პ-ს რო ქვია პარი. ნახეთ? პარ. ჟანი და პარი ერთმანეთის გვერდით ყოფილა. შემთხვევითობას არ აქვს აქ. გარდა ამისა მეგობრებო, პარს აქვს პარს და ჟანს აქვს ეს ერთი გახსნა არის, აი აქ ნულოვანი წერტილიდან დავიწყოთ, ჟ და პ გვიხსნის პირველი გახსნა არის ჟანი, მეორე გახსნა არის მეგობრებო, აი თვითონ რაც გახსნა, ამათაც უნდა გახსნან სხვადასხვა ასობგერები, მაგალითად აქ შემოდის ანი. თუ ჟ არის ჟანი, ჟანი რაღაცა არის, მაშინ წავიდეთ და განვიხილოთ ჟანი რა არის. ჟანი არის ჟ-ა. ეხლა ჟას რა ქვია, ას რა ქვია? ას ქვია მეგობრებო ანი, ხო? ვიცით რომ ას ქვია ანი. ან ხო ქვია ას.
ესე იგი ჟ ა ν პირდაპირი მნიშვნელობით უკვე ზის, მაგრამ ν რაღა არის? ხო? ნც ხო უნდა გავხსნათ, თუ აგავხსენით, ნც უნდა გავხსნათ. ν არის მეგობრებო ნარი. აი, მივედით ნართან. ესე იგი ჟანარი. ჟანარი. ბრუნვითი ფორმა მივაწეროთ თუ არ მივაწეროთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, შეგვიძლია ისე გამოვთქვათ. ესე იგი ჟ ყოფილა ჟანარი. მარტო ჟან კი არა, ჟანარი. ეხლა თუ ჟმ ჟანი გახსნა და ჟანმა ჟანარი, მაშინ მესამე გახსნა გავაკეთოთ ეხლა. მესამე გახსნაში ჟანარი რას ხსნის? ჩვენ ვნახეთ, რომ ჟ ჟანს ხსნის და ანის ხსნის და ν ანს ხსნის, ხო? ჟ ა ν ა რ რს რა ქვია მეგობრებო? ხო? ესეც უნდა გავიგოთ ეხლა რა ქვია რს. რს ქვია რაე. კარგი. ჟანარმა გახსნა ჟანარაე. სრული ფორმა ჟანის, ჟს, ასობგერა ჟსი, ჯერჯერობით არ გვიპოვია, მაგრამ მიყვებით. ნახეთ, ჟმ გახსნა ჟანი, ჟანმა გახსნა ჟანარი, ჟანარმა გახსნა ჟანარაე და ე უნდა გავხსნათ ეხლა, მეოთხე გახსნა უნდა გავუკეთოთ. ეხლა გასწავლით როგორ იხსნება და როგორ საუბრობთ ხოლმე ჩვენ ამ ენით, ანუ ლაზარის ენით. მოდი დავაწეროთ. ლას ის არე ენით, ანუ ლას არე. ჟანარაემ გახსნა რა? ჟანარა ე არის მეგობრებო ენ. ჟანარა ენ და იც შეგვიძლია დაუწეროთ ან არ დაუწეროთ. ეხლა კარგი, მივედით ისევ ν-სთან. მეხუთე გახსნა რა იქნება? მეხუთე გახსნა იქნება ჟანარაე ნარი. ანუ ჩვენ ნართან მივდივართ ისევ რა. ყველაფერში რაც ν-ზე მთავრდება, აი ან მთავრდება ν-ზე, ბან მთავრდება ν-ზე, გან, დონ, ენ, ვინ, ზენ, აი ჰემერვე ν-ზე არ მთავრდება. მაგრამ აი ამ 7-ს და დანარჩენებს რაც ν-ზე მთავრდება, ბოლოში ყველანაირ ასობგერას, რომელიც ν-ზე მთავრდება, აი რომელიც ν-ზე მთავრდება, არის ნარი. ეხლა ეს ნარი რას ნიშნავს, ხო? ნარი აი ამის ნიშნულობას განვიხილავთ, მაგრამ ჯერ პირდაპირი ნიშნობით ν არიო გეუბნება რაღაცა. ν არიო, გესმის? თვითონ სიტყვა ნარი გეუბნება, რომ ν არიო. და მე ამაზე ვისაუბროთ. ეხლა მოდი განვიხილოთ მე-6 გახსნა. მე-6 მოდი ბეჭედი დავარქვათ ამას, ბეჭედი. ჩვენ განვიხილეთ ეხლა, რომ ჟანარაენმა გახსნა ჟანარაენი და ბოლოში ბრუნვითი ფორმა არის, თქო გითხარით, მაგრამ ი არ დაუწეროთ. ჯერ, იმიტომ რომ ი მერე შემოდის ინი, ი ხსნის ინს და სულ ინინინები იწერება, ინარი, ესე მიდის თავიდან ბოლომდე, მაგრამ ჩვენ ახლა აქ რაღაც დაგვავიწყდა, კიდე ეს სიტყვაც უნდა გაიხსნას ბოლომდე. ნახეთ? ჟანი, ხო, ანი არის. ჟანარ, ნუ ხო ნარი არის. მაგრამ ნარში კიდე აზის, ნახე? ამიტომ გახსნა ჟან, ან, უკაცრავად, ჟანან, გავხსენით აც, მერე რ მოდის, რაე არის რაე, მაგრამ რაეში ანიზის კიდე, ჟანან რან, მერე ე მოდის, ჟანან რა ე ენია, ენარი და კითხვა დაისმის. ჟანან რა ენარიო? გეკითხება პირდაპირ. ასობგერა ჟ გეკითხება მე-6 ბეჭდის ახსნაზე, ჟან ან რა ენარი, თუმცა აი აქ ნც არ გაგვიხსნია ბოლომდე.
და ჟანან ნარ რა ენარიო აი ნს ნარი ემატება და გამორჩა ა ამიტომ ყურადღება ახონმე საჭირო და ეხლა ერთ ხელში მობილური მიჭირავს მეორე ხელით წერ და მობილურში ვიყურები და ვხედავ ამას და ცოტა ისა მაქვს რა კომფორტი არ მაქვს რომ მე ეხლა დაგიწეროთ სრულყოფილად ესე იგი გამოდის რომ ჟმ გახსნა თელი წინადადება და ეს არის რომ ჟან აი წინადადება უკვე მეშვიდე გახსნა არის და ჩამოვაყალიბოთ ეხლა წინადადებად და გვეუბნება ჟან ან არ არის ჟან ან არის ან ენ არიო ან ენი არიო ესე იგი აქ უკვე პირდაპირ ნიშნობით პასუხი თვითონ გასცა კითხვა ხო დაისვა თავისთავს ხო დაუსვა კითხვა მერე პასუხიც გასცა ესე იგი მეშვიდე ბეჭედი ხსნის პასუხს აი ჟს პასუხს ასობგერა ჟანის ესე იგი რა გამოდის ახლა რა გავიგეთ აქედან ახლა ჯერ ქართულად მოდი შემოგხედავთ ჯერ ქართულად ჩვენ ვიცით რომ საუბრობთ ქართულად და რაღაცები გვესმის ამ ძველ ქართულიდან და აი თითქოს გვესმის ჟან ან არის ან ენი არის ხო თითქოს რაღაცა აზრი გამოგვაქვს მაგრამ ბოლომდე ვერ გამოგვაქვს ეს აზრი და რა აზრი ვერ გამოგვაქვს ჯერ პ არ გაგვიშიფრავს და პ-ს მერე გავშიფრავთ მაგრამ ვიკითხოთ ახლა დავუსვათ ჩვენ თავს კითხვა ჟან რა არისო გესმის ჟან ან არის ან ენი არისო აი რა არის ეს ჟან რა არის საბოლოო ჯამში ანანში გადაგვიყვანა კითხვა მერვე გახსნაც გავუკეთოთ მერვე გახსნა გავუკეთოთ თუ გინდათ იებით გინდათ კარგი გავუკეთოთ ახლა იებით მერვე გახსნა რას მოგცემს მერვე გახსნა მოდი დავწერ და მერე დაგანახებთ რა თორე ხელი თვალები მედგინა ესე იგი დავწერთ ჟანი ჟს ქვია ჟანი ხო ვიცით ი დავამატეთ ჟანინი ი კიდე ინი არის და ინინები ემატება ჟანინი ანი არი ანი ენი არი აჰა აგე გამოვიდა რა საბოლოო ჯამში მერვე გახსნამ გითხრა ჟანინი ანი არი ან ენი არი ანი არის ან ენი არიო გესმით აი საინტერესო რაღაცა თქვა ხო ჩვენ გაგვაცნო თვითონ ერთადერთმა ასობგერამ თავისი თავი წარმოგიდგენიათ ჯერ კითხვა დაგასმევინათ რომ კარგად დაფიქრდეთ რას საკეთებთ და შემდეგ პასუხიც თვითონვე გაგიხსნათ ჟანი ანი არის ან ენი არისო ეხლა თქვენ უნდა იცოდეთ ანის მნიშვნელობა რა არის გაგაგზავნათ თუ არა ჟმ ანისთან კარგი თუ ჟ ასობგერა ჟანმა გაგვაგზავნა ანისთან წავიდეთ ანი გამოვიკვლიოთ რა არის კარგი მერე მივალთ ანისთან გამოვიკვლიოთ რა არის ანი გაგვაგზავნის სხვა ასობგერასთან იმ ასობგერასაც გამოვიკვლიოთ რა არის და ასე იმოგზაურებს ერთმანეთში ეს ასობგერები სანამ არ მიხვალ უსთან და ყველა ერთმანეთთან გაგზავნის ესე იგი ეს ასობგერა იმასთან გაგზავნის ის ასობგერა პ-სთან გაგზავნის პ ასობგერა ვიღაცასთან რომელიღაც ასობგერასთან პ ასობგერა კიდე რომელიღაც ასობგერას და ბოლოს მიდიხარ უნართან ამიტომ ჩვენ მივედით უნართან რომ უში ზის ვიე ხო აი გასაღები ახლა და საბოლოო ჯამში პასუხი ხო უნდა გაგვცეს აი ამ სისტემამ რომ რო დაგვამოგზაურება ამ ასობგერებში და ხან ადან იქ მიგოგზავნი და იქიდან იქ რწყილი და ჭიანჭველა უნდა მეთქვა სოფია და შენ დამასწარი ზუსტად რა ხდება საბოლოო ჯამში რწყილი ვინ არის ესა ჭიანჭველა საწავი და კაცო როგორ ამოვიყვანო ხო უნდა გავიგო არა ანუ საერთო ჯამში ჩვენ უნდა გავიგოთ ვინ არის წყალში ჩავარდნილი და ვის უნდა შველა ხო
შუელა. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ ანი არის მთვარის ღვთაება. აქ უკვე სხვა ცნობიერება შემოდის და შეგვიძლია ამ ცნობიერებით ვილაპარაკოთ 1-5 საათი კიდე. მაგრამ მოდი დავკონკრეტდეთ კონკრეტულად ლაზარე რას გვიხსნის და ლასისარე. იმიტომ რომ თუ ესე გავიფანტეთ, ხო, შეიძლება კონცენტრაციის უნარი დავკარგოთ და არწივის ხედვა დავკარგოთ. გესმით? არწივი ხომ იცით? ესე იგი შეუძლია გავიდეს მთლიანობაში დაინახოს ობიექტში რა ხდება და სუბიექტში ჩავიდეს, კიდე ისე დაზუმოს, რომ სუბიექტში მთლიანად ჩავიდეს. ანუ, ეხლა ჩვენ ობიექტში რო არ დავიკარგოთ, ხო? უნდა სუბიექტურად ავხსნათ ლაზარის მნიშვნელობა. თუ ჟანმა მიგვიყვანა და გვითხრა თავის თავზე, რომ ჟანი ანი არის, ანი ენი არისო, თავისთავად გვითხრა, რომ ანი ვინ არის თან, გესმის? ან თან ხო გაგვაგზავნა და თან გვითხრა, რომ ის ენი არისო. აბა მოდი გამოვიკვირდეთ ახლა ანი რას გვეტყვის, ვინ არის თვითონ. გინდათ? მოდი გამოვიკვირდეთ. ანი. პართან მერე მივიდეთ. ასობგერა ა. პირველი გახსნა ანი. მოდი ავხადოთ ბეჭდები ას. ანიმ გახსნა მეორე. ესე იგი ანიმ გახსნა ანარი. ანარ, იქაც ხო ის გარეშე გავხსენით და აი მოდი მოვაშოროთ იები, ისე გავაკეთოთ, როგორც აქ გავაკეთეთ, ხო? ან არის ანა, რ, ანარ. მესამე გახსნა ანის არის ანა რაე. მეოთხე გახსნა არის ანან რაე. მეხუთე გახსნა არის ანან რაენ. მოიცადე, აქ რო არ დავიკარგოთ, მეოთხე გახსნა იყო ჟან არენ. აი ესე იყო. ანან რაენ. მეხუთე გახსნა არის ნს ქვიან არის ანარ. ერთი წუთით რო არ დავიკარგოთ, ჟანარ, ჟანარ. აქ არ გავხსენით, მარტო ენი გავხსენით, კარგი. ანარ რა ენარ, ხო? და მეექვსე გახსნა არის ანა, უფრო სწორედ ანარ რაინარ, ეს რ ზედმეტი ჩამემატები აქვს, ხო? ანარ ან ენარ და მეშვიდე გახსნა არის ანან რაენარ, ხო გავხსნით თლიან და ეხლა იები უნდა დავამატოთ, ხო? არა, ჯერ იები არ დავამატოთ, იები მერვე შეემატება და აქ რა დავამატეთ? ხო, თლიანი გავშიფრეთ. ჟანან ნარა, ხო, თლიანი გავშიფრეთ. ესე იგი ა გაიხსნა ნათი, ν გაიხსნა ნარით, ანა რა ე ნარი გავხსნათ, ნარი, ნარი, მერე გავხსნათ ენი, ენარი, ანან რაენარენარ და მოდი გავხსნათ მერვეთი და აქ არის ი დავამატოთ. ან არი, უფრო სწორედ არი, ან არი ენ, არი, ენ, არი. ხედავთ როგორ დაგიდასტურად? ან არი ენი, არი ენი არიო, არიო, გესმით? აი, საოცრება არ არის ახლა ეს. ანან რაენარან კითხვა სად დასვავთ? კითხვას აქ სად ვსვავთ? მეექვსეში, ხო? მეექვსეში ვსვავს კითხვას, მეშვიდეში პასუხს გცემთ. აქაც იგივე მოხდა, ნახეთ. ან ანარ, ან ენარ, ან არი, ან ენარი, გესმით? კითხვა დასვა, ანარ რაენარ, რაენარიო, ანარიო და პასუხი გაგვცა ანარ მოიცა ხო აქ ან აკლია მეგობრებო ანარ
ან ენარ ენარი ანარ ან ენარ ენარი მაგრამ მე მგონი აქ რაღაცა მაკლია ეხლა კონცენტრაციას აი აქ კითხვის ნიშანს დავსვავ რომ კარგად გავმართო მე რა კონცენტრაციას ვერ ვახდენ აი ეს ზუსტად გავხსენი თუ არა იმიტომ რომ აქ ყურადღება სჭირდება და მე მაინტერესებს აი აქ პასუხი მოიცადე მოდი ზუსტად გავხსნათ ა გაიხსნა ν ნარი გაიხსნა ა გაიხსნა ანით გაიხსნა ეს აქ არ არის კარგად არც ის არც ეს ზის კარგად ანით გაიხსნა მერე ν ნარით გაიხსნა ν ნარით გაიხსნა ენით გაიხსნა და ნარი ემატება ბოლოს, ხო? კი. ანარ ენარ. ანარ ენარ. პასუხი გასცა. ან არ ანარ ენარ. ანი არი ენი არი ენი არიო. აი აქ იებით რო გავხსენით უკვე, ხო? პირდაპირ გითხრა ანი არი ენი არი ენი არიო და აქ ხო გვეუბნება ჟანან ანი არი ანი ენი არი. აი პირდაპირ გითხრა ჟანმა რომ ანი არის ენიო და აგერ ენმა ანმა კიდე გითხრა რომ კი ანი არი ენი არი ენი არი კი არიო გესმით ხარ ხო რა მაგარი სისტემაა აი ამას თუ საოცრება არ ქვია მაშინ საოცრება რას ქვია არ ვიცი რა გარდა ამისა ეხლა ნართან მივდივართ სულ ბოლოს რა და ნარი ეხლა რა არის მოდი გადავიდეთ ნარზე ამის სისტემას მიხვდით ხო დაახლოებით ძალიან ყურადღებაა საჭირო მეცადინეობაა საჭირო და ყურადღებით გახსნა ანინი არი ენინი არი ენინი არი არინი მერე მეცხრე გახსნაც არის ოღონდ მეცხრეში იები იხსნება კიდე მერვეში ხო იები ემატება და მეცხრეში იები იხსნება და ისინი კიდე იმას ხსნის თავის თავებს და საბოლოო ჯამში მივდივართ ლენინი თანიარენი ლენინი და საბოლოო ჯამში გახსოვთ მე 2 წლის წინ რომ გაგიცხადეთ ხოროსის თვალი გახსოვთ თუ არ გახსოვთ აბა რომელს გახსოვთ დამიწერეთ და ვისაც არ გახსოვთ ეხლა მე მოვძებნი უცბად ამოვძებნი ფურცელს სადაც ხოროსის თვალი გავხსენი და გაჩვენებთ მანამდე დამიწერეთ მე მგონია ძალიან მნიშვნელოვანია დამალული მე ესე ვკითხულობ ენაზეა მნიშვნელობა თითქოს და ენა არისო კი ენა მნიშვნელოვანია ყველა ასობგერა ერთმანეთის გარეშე ეს არის ეს ფუნქცია დაიშლებოდა მეგობრებო ამიტომ იყო მნიშვნელოვანი რომ ყველა ასობგერა ყოფილიყო და არა ცალ-ცალკე გესმით 5 ასობგერა წარმოიდგინე ამას ერთი რო ამოვაკრო დაიშლება სისტემა აღარ იმუშავებს და ვეღარ დაიწყებს საუბარს მაგრამ როდესაც შენ გაქვს მთლიანი სისტემა უკვე თავისებურად სრულყოფილ პასუხს გცემს ეხლა რა პასუხი გაქცეს ჟუნ თუ ანი არიცი რა არის ხო ნინო ხარაძე წერს უ არიო ხო მე მახსოვს ხოროსის თვალი სოფო გახსოვს ხო გახსოვს კი მე მაშინ ნარიმანთან რომ მივედი იქ გაიხსნა ეგ და აი ვერ მოვძებნა ეხლა ეგ ხოროსის თვალი ბევრი დრო არ წაგაქროთ ხო დაახლოებით მსგავსი არის აი ხოროსის თვალი არის ეს არის ხოროსის თვალი მაგრამ ის კიდე სხვანაირად გამოიყურება და იმას თავისი პიცი რატო აქვს იცით ჯერ პირველ ქმნილია ჩემგან ანუ პირველ ქმნილი ახლა ის კი არა რომ ჩემგან
მე შევქმენი, არამედ მე მივაგენი მას, და პირველ მიგნება არის ჩემი, ესე რომ ვთქვათ, ქმნილი ნაკლებად, პირველ მიგნება არის ჩემი და პირველ მიგნება არის, ხდებით, ქართული ანბანის სიდიადეს და მინდა რომ გაჩვენოთ რა, აი მოითხოვს შინაგანი რომ უნდა გაჩვენოთ. და საწავები. სულ ბოლოს ვიპოვი. აი ეს არის ქოროსის თვალი, მეგობრებო და მოდი ამას გაჩვენებთ ახლა. ნახეთ, რატო დავარქვით სიდონი. მთლიანობაში ეს ასობგერები, რომელიც აი აქ უფრო კარგად ჩანს, ეს დიდად დავხატე მე, ხო? აი ნახეთ, ეს ასობგერები, ქართული ყველა ასობგერა, ასომთავრულის. ჩავსვი აი ამ სისტემაში, ონში ჩავსვი. და აქ მარტო ვიეკი არ გამოჩნდა, აქ გამოჩნდა 4 სიმრგვალე, მეგობრებო, რომელსაც გასასვლელი კარი აქვს. ნახეთ, სულ თავდაყირა იდგა ეს. და თავდაყირა რო დავსვათ აქ, დონი ორივეგან არის. მაგრამ აქ არის დონი მაღლა და სი ემატება წინ, სი დონი. მაგრამ თუ ამას პირიქით წავიკითხავთ, ხო? სიდონი ხო ესე იკითხება, მაგრამ თუ სს დავამატებთ წინ და პირიქით წავიკითხავთ, გამოდის სინოდი. ხვდებით ხო? სიდონი, სინოდი. შეგვიძლია ვთქვათ სიდონის სინოდი. აი ასე გამოვიდა, წინ და უკან რო წავიკითხოთ და სვებში რო ჩავსვათ, აი ეს სიდონი. სი კი მნიშვნელოვანი ფიგურა არის და ჩვენ როგორც ავწერეთ, სი ნიშნავს შენ, სვანურში სი ნიშნავს თურმე შენ, ანუ შენი დონის სინოდიო. გესმით? წინ და უკან რო წავიკითხოთ. მაგრამ ეხლა რა მინდოდა მე თქვა ამის მეშვეობით, მეგობრებო, გამოვთვალე მე საბოლოო ჯამში მაშინ, ეხლა როცა ძალიან დამწყები კი არა და აი საშუალოდ ვიყავი უკვე ამ საკითხში გარკვეული, რომ ქართული ანბანი საბოლოოდ გვეუბნება ასე წინადადებას. ლინინი, თანიარენი, ლინინი და მეტი აღარ გავაგრძელე, რას გვეუბნება კიდე. გესმით? ხო და მოდი აგერ ლინინზე დავრჩეთ და არა ლინინზე დავრჩეთ. ჩვენ ვნახეთ რომ ასობგერა ჟანმა გაგვაგზავნა ანთან, გითხრა რომ ანი ენი არისო და ანმა დაგვიდასტურა რომ კი ენი არის, ენი არისო. ენი რა არის მე გამოვიკვლიოთ, მაგრამ ეხლა არ მინდა მაგის გამოკვლევა. უბრალოდ გამოვიკვლიოთ ეხლა ნარი რა არის, იმიტომ რომ ჩვენ დაკარგული გვაქვს ნარი. ნახეთ, უს ნარი გვაქვს დაკარგული. ნარი კი, მეგობრებო, საოცრება უნდა გითხრათ ეხლა. ნახეთ რა არის. ჩავთო? ნარი არის აი ესეთი რამე. ჩემი მეორე მობილური უნდა გამოვიყენო ამისთვის. ესე იგი, ჩვენ გვაქვს აი აქ სიდონის წევრების ბიბლიოთეკაში შევედი ეხლა. და ჩვენ ვხედავთ ერთ-ერთი ჩვენი საოცარი მეგობრის, ეხლა ვნახავთ, საოცარი მეგობრის, სიდონის წევრის, ნაპერწკლის შემოქმედებას, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს და პროგრამას ქმნის, ამ პროგრამით ატრიალებს ასობგერებს და ნახეთ რაები წარმოიქმნა, მეგობრებო. ჩვენ დავატრიალეთ აბსოლუტურად ყველა ჯერჯერობით, აბსოლუტურად ყველა არა, მაგრამ რომელი ასობგერებით დავატრიალეთ, აი ახლა გაჩვენებთ. დავატრიალეთ ნარი 90 გრადუსით, მეგობრებო, და გამოვიდა აი ასეთი ფიგურა. შემდეგ 45 გრადუსით დავატრიალეთ, მეგობრებო, და გამოვიდა ასეთი ფიგურები. ეხლა ეს არის ტრიალი მხოლოდ დედრი მიმართულებით, ეს არის ტრიალი მამრი მიმართულებით, ეს კიდე ორივე მიმართულებით და აი თქვენ ხედავთ როგორ ფიგურებს წარმოქმნის ეს საოცრება. მანდალებს წარმოქმნის, მეგობრებო,
მანდალებს. ეხლა მეგობრებო, გადავიდეთ. აი ეს არის ν ასევე ტრიალში. ნახეთ, როგორი ფიგურები წარმოქმნა და დაიმახსოვრეთ ეს ფიგურა, მეგობრებო. დაიმახსოვრეთ ეს ფიგურა და მოდი დავითვალოთ რა. აი ახლა მინდა საოცარ რაღაცასთან მიგიყვანოთ. ნარი ხო არის, ვიცით ჩვენ ქართული ასობგერა მე-14 ასობგერა და ქვია ნარი ქვია, ხო? ნარის ფორმა კი გეომეტრიაში, გეომეტრია იცით რომ არის სოფიასი და სოფია არის სიბრძნე, წმინდა გეომეტრია ქვია ასე. ნარმა წარმოქმნა წმინდა გეომეტრიაში აი ასეთი ფიგურა 1 2 3 4 5 6 7 8 9 ეკალით, მეგობრებო. 9 ეკლით. მისი ყვავილი ასე გამოიყურება, მაგრამ ნახეთ, ესაც აქვს და ესაც აქვს, ხო? ეხლა მე უნდა განახოთ საოცარი რაღაც. ნახეთ, ეს არის ყვავილი ნარი. აი ეს სცენარე არის ნარი. ნარის ბაღი, აი ეს არის ნარი. ჩემი სეხნია მცენარე, მინდა გაგაცნოთ, რომელსაც ხელში უამრავი სახელწოდებით მოიხსენიებენ და ერთ-ერთი არის აი ეს, რომელსაც ქვია ნარი. ეხლა დააკვირდით ამის ფიგურებს, მეგობრებო. ეს არის უკვე გაყვავილებული და მისი თესლი. გარდა ამისა, აი ეს არის, ნახეთ, 1 2 3 4 5 6 7. მიცე სად დავითვალე ზუსტად რო ჩანს 1 2 3 4 5 6 7 8 9 ეკალი აქვს, მე სადღაც დავითვალე 1 2 3 4 5 6 7 8 და 9. აი 9 ეკალი აქვს, მეგობრებო, ამას. გესმით? და მისი ყვავილი არის ასეთი. ყვავილი სად ჩანს? ყვავილი აქ არ ჩანს. ყვავილი აქ არ ჩანს. აქ არ ყოფილა ყვავილი. კარგი. მისი ყვავილობა უნდა ნახოთ როგორია, როცა ყვავილი გამოაქვს და შეადაროთ აი ამ ფორმას, არის თუ არა ამ ფორმის. აქვს თუ არა ეს ეკლები და არის თუ არა მხოლოდ და მხოლოდ ნს თვისება ის, რომ ნს თვისება არის თუ არა ის, ნს თვისება კი არა, ქართული ამბანი ლაზარის თვისება არის თუ არა ის, რომ დაგიმტკიცოს, რომ თავისთავი გაამატერიალიზა ქართულში. გაამატერიალიზა. აი ეს არის მისი მატერია, მეგობრებო, რომელი მტკიცებულებად ქართულმა ენამ შემოგვინახა მხოლოდ. ამ ყვავილს არც ერთ სიტყვაზე არ ქვია ნარი. ქართულზე ქვია მხოლოდ ნარი. და ნახეთ, რომ ჩვენ ასობგერა ნარმა თავისი თავი როგორც დაგვიხატა, ამ ყვავილში არის გამომჟღავნებული. ეხლა არის ეს საკითხავი, კითხვა ისმის, ხდება თუ არა ეს, როგორც ასობგერა ნარი გვიცხადებს, რომ თავისთავი გაამატერიალიზა იმ საკითხშიც, რომ ყველა ასობგერა, რომელსაც ეწოდება საბოლოო ჯამში რაღაც სახელი, ან რაღაცა ენი, თქვათ, ას ეწოდება ენი, ხო? საბოლოო ჯამში ენისთან მიგვიყვანა. ნართან და ინთან მიგვიყვანა, ნართან მიგვიყვანა და იმ ინთან მიგვიყვანა. მაგრამინ მაინც ნთ იმთავრდება და საბოლოო ჯამში ნარით მთავრდება. ანუ ყველაფერი მთავრდება ნარით. ყველა სიტყვა, თითქმის ყველა, ან ჯერ არ გამომიკვლევი, ახლა ყველა ასობგერა თუ ნარით მთავრდება. მე მგონი ჰემერვე არ მთავრდება ნარით და იოტა, მაგრამ საკითხავი ის არის, რომ ნარები, რომელსაც აქვს, არის ეკალნარები, ხო? ეკალნარები, მე გამოვიკითხე ამ სიტყვის შესახებ, ვეძებთ სიტყვა ნარის მნიშვნელობას, თქო და უამრავი ინფორმაცია დაიწერა, ნახეთ ჩემს Facebook გვერდზე, ჩასკროლეთ და ამ ვიდეოდან რამდენიმე ხანში უცბად გამოჩნდება ეგ პოსტი. საკითხავი ის არის, რომ
ქრისტემ რომელი გვირგვინი მოიპოვა მეგობრებო? აი როგორ საოცრად უკავშირდება ეს წერილებს ახალ აღთქმას. ქრისტემ ეკლის გვირგვინი მოიპოვა. საბოლოო ჯამში ყველა ასობგერას თითქმის რომელიც აგერ გვიდევს წინ თითქმის ყველა ასობგერას ეკლის გვირგვინი ადევს. არის თუ არა ქრისტე მართალი როდესაც იძახის რომ მე ვარ ანი და ჰოეო? სანამ თქვენ პასუხს დამიწერთ, ეხლავე მოვალ მე. ჰოპლა, მოვედი. ფეჩი რო არ ჩაქრეს ხოლმე, შეშა უნდა შევუკეთო და ამიტომ შევუკეთე შეშა. ღუმელი რომ არ ჩამიქრეს მეგობრებო ამასობაში, ამ ენის ძიებაში. კი, სამყაროს ენა un 2 2 un უდრის 3 6 9. ზროხა ხო შემოვიდა ეზოში. ერთი წუთით მეგობრებო. არ შემოსულა. ხმა მომესმა უბრალოდ. თამო მუმლაძე წერს ესეთ რამეს. თამო, შენ სიდონში დაგამატებ, რატო არ ხარ სიდონში? ესე იგი, კი, სამყაროს ენა un 2 უდრის un + n + 3 6 9. ანბანითაც 100-ია, 14 ნარ, დედა, 14 და ზოგადად un უდრის ჰოეს. un უდრის ჰოეს. ჰემატრიულად un ჰოეს უდრის. ერთი წუთით. ჰემატრიულად 37-ია. un უდრის ჰოე. უდრის და მე აღარ გიწერია რაღაც და აბა ერთი მაინტერესებს ამ კითხვას. ნარ არის მე-14, კი ბატონო, დედა არის 14. დედა არის 14. როგორ არის დედა 14? დონი, ენი, სად არის? 4 5 4 5 14 არა 18-ია. დედა არ არის. მიცადე? 14 არ არის დედა. დედა ქმნის 15-ს. იმიტომ რომ დონი არის 4, ენი არის 5. მერე ისევ დ არის 14. ამერია ახლა. 2-ჯერ 5-ია მოთავსებული, 2-ჯერ 4-ია მოთავსებული და 1 არის კიდე მოთავსებული. ანუ 15 კი არ არის, საბოლოო ჯამში არის 19. დედა არის 19 ჰემატრიულად, მაგრამ შენ რომელი სისტემით ამბობ, მე ვერ ხვდები. შეიძლება მე ვერ ხვდები ამას რომელი სისტემით ითვლი თამო. ამიტომ როგორ მიიღე 14 დედასთან როგორ დააკავშირე, აი ეს რო გაშიფრო, ძალიან საინტერესო იქნება. სოფია წერს 10, სოფია წერს 18. დედა უდრის 14-ს. როგორ უდრის 14-ს დედა? რა სისტემით? მე ვერ ხვდები ჯერ. ჰემატრიულად დედა ნიშნავს, ჰემატრიულად დედა ქმნის, ესე იგი 4-ს მივუმატოთ 5 არის 9, 2-ჯერ 9 და პლუს 1, ხო? ესე არ არის? d e d d e d არა 2-ჯერ 9. მოიცა ერთი წუთი. d არის 4, e არის 5, ეს უკვე 9,
D არის 13, ანუ 9-ს მივუმატოთ 4 13 და მივუმატოთ 1 მოიცადე ერთი წუთი დავწერო აქ D E D A D არის 4 აქ არის 5 აქ არის 4 და აქ არის 1 საბოლოო ჯამში მართლა 14 გამოდის თამო მე საიდან გამოვითვალე 19 ვერ მივხვდი D E D ორჯერ გამოვითვალე E ხო და იმიტომ შეცდომაში შევედი სანამ არ დავწერე კი ბატონო ესე იგი გამოდის რომ მე-14 არის ნარი ხო შენ ესე თქვი მე-14 არის ნარი ნარში შედის სიტყვები ასევე დედა კი ბატონო ესე შეგვიძლია დავწეროთ ანუ მოდი ესე ჩავწერ პირდაპირ თამო მომლაძე ნარში შედის სიტყვები ჰემატრიული გამოთვლით როგორიც არიან და ორი წერტილი პირველი დავწეროთ დედა კი ბატონო ოკეი მოსულა თანახმოვარ მეორე რა იქნება მეორე სიტყვა და რამდენი სიტყვა იქნება რომელიც 14-ში შედის ხო მაგას მე მგონი ბუდას ვინდა ესე ამ სტილით აკეთებს გამოთვლებს და რაღაც წინადადებებს წარმოქმნის ხოლმე ესე იგი 14-ში შეიძლება ძალიან ბევრი ასობგერა ძალიან ბევრი სიტყვა შევიყვანოთ მაგ იმით რა ქვია მაგას გამოთვლით სოფია წერს პარიც გამოვითვალოთ მე ესე ჩავწვდი ჟ რა ენა არისო რწყილი და ჭიანჭველა ვარიანტია შულა ვერა შულავერა რა არის ნინო შულავერა მე მგონია ძალიან მნიშვნელოვანია დამალული მე ესე ვკითხულობ ენაზეა მინიშნება აი ესეც ხო წავიკითხეთ აი ეს ძალიან მხედრული ანბანით კი 14-ია ხო ეს გამოვითვალეთ წესით ეხლა დაგიწერიათ ეხლა ვხედავ თქვენ მოწერილებს ეხლა ჰემატრიას ვეთქვი ხალხს უცბად რა ხდება ჰემატრიაში მეგობრებო აი ჰემატრიულად თქვენ იცით რომ ჩვენ გვაქვს ასომთავრული არის აი ეს მხედრული არის ეს რომლითაც ვწერთ აი ნუსხახუცური არის ეს სამივე ასობგერა ხო ასობგერა ერთი მეორის მიხედვით ცვლილება კი არის განიცადა როგორც ესე ამბობენ ხოლმე ესენი ყველა ერთად შეიქმნა მეგობრებო და ამასთანავე შეიქმნა კიდე არა მხოლოდ ასობგერები გვაქვს ჩვენ აქ არამედ გვაქვს ციფრები ეს არის ციფრული მეგობრებო ციფრული სისტემა არის გესმით და აი ამ ციფრულ სისტემაში ეს როგორც ასობგერა მნიშვნელოვანი კომპონენტია ეს არ არის მხოლოდ ციფრი ეს აი ამ ასობგერების ერთ-ერთი კომპონენტია ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ გვაქვს 4 დამწერლობა პირველი არის ციფრული რომელსაც ყველა იყენებს თითქმის ყველა კატეგორია არ ვიცი ჩინელებიც იყენებენ მე მგონი ენის დამწერლობისა მეორე არის ფიცანბანი სვანურად რო ქვია ფიცანბანი ეს ასომთავრული მესამე არის ნუსხახუცური და მეოთხე არის მხედრული და აი აქ კი მისი სახელებია მეგობრებო მოთავსებული და აი ამ სისტემით მეგობრებო ამ სისტემით თქვენ ალბათ გაგიგიათ
ერთ-ერთი უძლიერესი ეზოთერიკი, რომელიც იყო გურჯიევი, ხელმძღვანელობდა. ნახე, ხელმძღვანელობდა, ანუ მიუძღვოდა ხელს აი ეს ანბანი. და არა სხვა ანბანი, არა ჩინური, არა ებრაული, არა ივრითული, უბრალოდ არა სხვა ანბანი, არამედ მხოლოდ ეს. იყო ადამიანი ნახევრად ქართველი. თურქეთში გაზრდილი. ნარი კიდე ნართან მინდოდა, ხო, ნარზე გავაგრძელოთ საუბარი. ნარზე ახლა მე დაგიფოსტავთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს. ეს არის სულხან საბა ორბელიანის ნის განხილვა. თავისთავად ნარი რომ შევამოკლოთ, შევკვეცოთ, არის ნი. არს მოვაშორებთ და ნი დარჩება. აი ახლა ვნახოთ ნი რა არის თურმე და სულხან საბა ორბელიანიც კი ამ საკითხს განიხილავდა და თანაც მოგვაწოდა ეს რამხელა ინფორმაცია. თქვენ შეგიძლიათ ეს შეაჩეროთ და წაიკითხოთ მერე სახლებში. მე დღეს ახლა კიდე გავაგრძელებ საუბარს და ვამბობ იმას, რომ ნარი არის გუშინდელი ჩვენი სიდონის საუბრებიდან ნა არის იგივე ნი, ხო? ნარი არის ნი, იმიტომ რომ არ შორდება ვთქვათ, შევკვეცავთ და ნი რჩება. თავი და ბოლო რჩება. თავი და ბოლო რომ ავიღოთ ნარის არის ი, ნი. ნი კი მეგობრებო არის სული. ნახეთ რატო არის სული. ჩვენ გვაქვს მოცემულობა სიტყვა ტანი. ტანში ზის ნი. და გამოვიკვლიეთ ტას მნიშვნელობა რა არის და ტა არის ადგილმდებარეობა, მეგობრებო, მიმანიშნებელი ადგილმდებარეობის. ანუ ტანი, ჩვენი ტანი არის რაღაცა ადგილი, ადგილმდებარეობა, ხო, ფიზიკური ადგილმდებარეობა და მასში მოთავსებული არის სული, ანუ ნი. და თუ ნარი არის მოთავსებული მასში, ესე იგი ნარი ყოფილა სული, მეგობრებო. იცით თქვენ? სული და ნარი, რომელიც არის ტანში მოთავსებული, ამბობს ქრისტე, ვიდრე თქვენ გარეთ დაუწყებთ სასუფეველის ძებნას, ჩიტებიც, ფრინველებიც კი შეგასწრებენ სასუფეველშიო. ანუ რას გვეუბნება ჩვენ? თქვენში არის ყველაფერიო, ხო? თქვენში ეძიეთ სასუფეველიო და მივედით აი ზუსტად ქრისტეს ამ საუბართან, რომელიც გვითხრა, რომ თქვენ სანამ და ვიდრე გარეთ ეძებთ რაღაც ვიღაცებს და სასუფეველს და სიკეთეს და სამოთხეს, ჩიტმა უფრო იცის, რომ თავის თავში არის, ჩიტი უფრო თავის თავში არის და უფრო კარგად იცნობს თავის თავს და სამოთხეში შეიძლება, სასუფეველში შეიძლება მოხვდეს, ანუ თავისი თავი თვითონ ჩიტმა უფრო გაიცნოს, ვიდრე შენ არ მიხვდები მაგას. სანამ შენ გარეთ ეძებ, ჩიტი შეგასწრებს თავის თავში, თავისი თავის ამოცნობას, თავის თავში მოგზაურობას. ხვდებით, ხო? კიდევ სხვანაირად ვიტყვი. ვიდრე შენ გარეთ ეძებ სასუფეველს, ცხოველი უფრო კარგად გაერკვა თავის თავში და შეიძლება სასუფეველში შესვლა მან შეგასწროს, ვიდრე შენ გარეთ ეძებ და ესე ბეცივით სად არის სასუფეველიო. გესმით? ამიტომ რატო ვართ ღმერთები, იცით? რატომ გითხრა ქრისტემ, რომ ღმერთები ხართო? თუ სასუფეველი ჩვენშია და ჩვენ სასუფეველს ვეძებთ, ჩვენში უნდა ვეძებოთ და ჩვენში ყოფილა ის სასუფეველი, რომელიც ღმერთმა შექმნა ადამიანისთვის. და მას ტანი და ის სასუფეველი თუ ერთმანეთთან დაკავშირდებიან, თუ ტანი დაუკავშირდა, თუ ფიზიკური დაუკავშირდა სულიერს და მენტალით, მაშინ შენ მე ნარის ტა ალით ივლი. ანუ მენტალი არის მე ნარის, ანუ მე სულის ტანის ღმერთი.
გესმით? ხვდებით ქართული ანბანი როგორ გვიხსნის რომ ჩვენ ღმერთები ვართ, როგორც ქრისტე გვეუბნება და რატო ამბობს ქრისტე რომ ანი და ხვევარო და ეხლა მითხარით თქვენ რომ ქრისტე ქართული ენით არ საუბრობდა და სხვა ენებით ასწავლიდა ადამიანებს რაღაცეებს. მაშინ იმ სხვა ენებმა უნდა იგივე გამიხსნან. და მოდი შემეჯიბრდეს ნებისმიერი ენა, გინდა ჩინური, გინდა ევროპული, სადღაცა აზიური და გინდა ხო 4 მიმდინარეობა არსებობს. სლავური და რომელი ენაც გინდა ის შემეჯიბროს, თუ მომიგებს ამ პაექრობაში, მაშინ ვაღიარებ, რომ ქრისტე შეიძლება იმენითაც საუბრობდა, მაგრამ ქრისტე ამენით საუბრობს, ხალხო, ამენით. თუ ქრისტე ამენით არ საუბრობდა, იმ საკითხებს ვერ გააჟღერებდა, რომელ საკითხებზეც ეხლა ჩვენ წერილებში თან ვკითხულობ და თან თანდათან გვიცხადდება, რომ ქრისტე ქართული ენით საუბრობდა, ქართული ენით საუბრობდა. ჰოეთი, ანი და ჰოეთი საუბრობდა და არა ანი და ალფათი, ალფა ომეგათი და რაღაცა სისულელეებით. ამიხსნან, რომ მათ ენაშიც არის მსგავსება. იდენტობა, უпростоრეთ, მსგავსება შეიძლება იყოს, მაგრამ იდენტობა თუ არ არის, თქვენ ვერ მეტყვით, რომ ნარმა ჩვენ გაგვიხსნა, რომ ქრისტემ ეკლის გვირგვინი მოიპოვა და აგერ ნარი ყოფილა სული და სული რომ მოიპოვა ქრისტემ, თვითონ ამ სიტყვამ გაგვიცხადა გამატერიალიზებულ ფორმაში, რომ ეკალა ნარები, თვითონ ეს ნარი როგორ გვირგვინად დაადგეს ქრისტეს, ანუ სული მოიპოვა ქრისტემ და მისი გვირგვინიც დაადგეს. ბრავო, მეგობრებო, დიდი მადლობა ყველა სიდონის წევრს. მე თქვენ თანდათან გაგაცნობთ სიდონის წევრებს. დღეს უკვე გაგაცანით 2. ერთ-ერთი არის სოფია კრისტალბექსი, მეორე არის ნაპერწკალი, მესამე არის მარი ხუციშვილი და დანარჩენებისგან, მეგობრებო, ავიღებ ნებართვას და გაგაცნობთ მათაც. მიხარი ხართ ყველანი? ერთ-ერთმა სიდონის წევრმა იცით თქვენ, რომ ვარდი გაგვათავისუფლებინა ჯვრიდან და სხვათა შორის იქ არა მხოლოდ ერთი სიდონის წევრი იდგა, არამედ სულ ცოტა 2 ჩემს გარდა კიდევ 2 სიდონის წევრი ქალბატონი იდგა და აი ასე მოვახერხეთ ვარდის მოხსნა ჯვრიდან, რომელიც დატყვევებული ჰყავდათ ჯვრის მონასტრის მარჯვენა ფრთაში. მას ჟან გადავიდეთ. ჟან უდრის 33, ხან უდრის 4 + 8, 12 ლას. 12 ლას 30 უდრის ლას უდრის 33, ანუ 12, 30, 33 ლას გვეუბნება იესო 12 წლის ამ გაეცნო 30-ის ქადაგება დაიწყო და 33 წლის ჯვარს აცვეს. ეგრეთ შეიძლება განიხილოს კი, ანუ თავსდება, მაგრამ აი ახლა კრიტიკოსები გვეტყვიან ჩვენ, მაგრამ 4 + 8 არ არის მხოლოდ ლასიო, შეიძლება ვთქვათ, რომ 6 + 6-იც არის ლასიო, ვთქვათ, გვითხრან. კიდევ 12-ს რაც ქმნის, ყველა ის ასობგერა არის ლასიო გვითხრან, გესმით? და კრიტიკოსების თვალით დანახული უნდა გქონდეს მტკიცებულება, რომ ყველა ასობგერა საბოლოო ჯამში მივყავართ ლაზარესთან. ლასის არესთან. და ლასის არესთან რატომ მივყავართ, ჯერ ეს არ გამომიკლევია ძირეულად, მეგობრებო. აქაც მიგვიყვანს ჩვენ ქართული ანბანი ღმერთი და განგება სული წმინდა. ესე იგი, მე მახსოვს, რომ როდესაც ვიკვლევდი სულ პირველად რო გამეხსნა, სულ პირველად არა, მეორედ რო გამეხსნა უკვე, პირველად გამიხსნეს და 5 წელი არაფერს ვაკეთებდი, არ მივაქცია ყურადღება, მე ბოლოს თავში ჩამარტყეს და მითხრეს, აი ახლა გააკეთე ეს, თორე არ ვიცით რას გისავს და ესე იგი
მაშინ ვიდეოც დავდე, ერქვა ტესლას კოდი 369 და იმ დღიდან დავიწყე მე ამაზე საუბარი, ეს არის 4 წლის წინ. დადებული ვიდეო შეგიძლიათ YouTube-ზე იხილოთ. ტესლას კოდის 369 მოკლე ვერსია. აი ესე აქვს თითი მოკლე ვერსია. იმიტომ რომ იქ მე დავადე რაღაცეები ქართული ანბანიც და იქ გარკვეული წერია რას ვამბობ. და იმან მითხრა მე მაშინ პირველად მითხრა რომ ლასი უნდა ვცნოთ. და საბოლოო ჯამში კარი ჰე აიოტამ უნდა მიგვიყვანოს ლასთან. აი ესეთი რაღაცა ამოვიკითხე მე 369-ში ტესლას კოდში. ტესლას კოდი არ არის მეგობრებო ეს, არ მიისაკუთრა ტესლამ ეს კოდი, უბრალოდ დაერქვა ესე 369 რომ ტესლამ გითხრა რომ სინათლე აი აქ იმდენია რომ არ თავდება თავის თავს წარმოქმნის და ადამიანებს შეუძლიათ კონდეთ სინათლე უზომოდ, მაგრამ მე ჩაკეტეს ეს კაცი მოკლეს, მოპარეს ეს ინფორმაცია, მე რაღაცა დაგვიმახინჯეს და ისე მოგვაწოდეს. სერბი იყო მეგობრებო ტესლა და მე ვფიქრობ და ვარაუდობ რომ მას ქონდა ქართული ფესვები. ქართული ფესვები ექნებოდა მას აუცილებლად, გარეგნულადაც ქართველს გაავს, რო იცოდეთ. ხო და თამარ ნარი თურქულად ბროწეულია, ეგეზე-კლიანია, ხე, მცენარე, ყვავილი, ვარსკვლავთაა, ოღონდ 7 ქიმი აქვს გონი. იცი რა, ბროწეული ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა არის ეზოთერიკაში, მეგობრებო. ძალიან მნიშვნელოვანი. და მაგ საკითხში მე გაგარკვევთ, ეხლა გამიგრძელდება, მაგრამ ბროწეულს დიდი დატვირთვა აქვს ეზოთერიკაში. დაფარულ ცნობიერებაში. ახლა მეგობრებო, მე მგონი დავიღალე ძალიან, უნდა დაგემშვიდობოთ. ჩვენ მივხვდით რომ ნარი არის ყველა ასობგერის არა. უმრავლესი, აი ახლა ჩავთვლი რომელი ასობგერების. ნარი არის ანის, ბანის, განის, დონის, ენის, ვინის, ზენის, თანის, ინის, კანის, მანის, ონის, ჟანის, სანის, უნის, ქანის, შინის, ჩინის, ცანის, ხანის, გვირგვინი. ნარი არის აი ამ ასობგერების, რომელიც ჩამოვთვალე, მათი გვირგვინი. დანარჩენების ჯერ გამოსაკვლევია რა გვირგვინს ატარებენ ისინი. ასე რომ ეხლა დაგემშვიდობებით შემოკარგებო, გაკოცეთ ყველას, მადლობა ყველას, რომელმაც მომაწოდეთ ინფორმაციები, ასევე ჩემს მაყურებელს, რომელმაც პასუხი გასცა იმ ჩემს პოსტს ნარზე და ამ საკითხმა ძალიან დიდ ცნობიერებაში შეგვიყვანა, როგორც ქართულ ენაში, ისე ლაზარეში, ლასის არეში და ისე სულის მეცნიერებაში, მეგობრებო, და გაკოცეთ ყველას მადლობა და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ამაზე უფრო უკეთესი რა უნდა გავიგოთ, მეგობრებო, აბა ჩვენ სკოლებში უნდა ისწავლებოდეს ეს და არა უნივერსიტეტებში. სკოლებიდან უნდა დაიწყონ ბავშვებმა, ჯერ კიდევ შეურყვნელმა გონებებმა ამაზე რა ქვია მაგას, აზროვნება, ამ ენით აზროვნება და შეაქვთო ეხლაო თეოლოგიური სკოლებში შეაქვთ თეოლოგიის განხრაო ის გაკვეთილებიო და რაზე უნდა ელაპარაკონ თვითონ არ იციან, ამენით ვერ საუბრობენ და რა უნდა ელაპარაკონ იმ ბავშვებს, ის ტყუილები, რაც ჩვენ გვასწავლეს? ჯერ გაერკვნენ თვითონ თეოლოგიაში და გაერკვნენ თვითონ სასულიერო საკითხებში ეს სასულიერო პირები. ამენს ქართულ ანბანს აიგნორებენ, წარმოიდგინეთ და შიზოფრენებს უძახიან და გიჟებს იმ ხალხს, ვინც ქართული ანბანით იწყებს და სულის მეცნიერებაში რაზე გინდათ ელაპარაკოთ, ზღაპრები? ეგრე არ არის, მეგობრებო, რა ძალიან ჭკვიანი საზოგადოება მოდის ახლა ახალი თაობა და ნუ დაამახინჯებთ და ნუ დაასახიჩრებთ იმათაც რა. თუ გინდათ რომ სასუფეველში იმოგზაუროთ, ანუ თქვენ თავში, მაშინ გაერკვიეთ ძირეულად, ანი და ჰოე, რო გეუბნება ქრისტე ვარო, რა არს ნიშნავს ეს ქართული ანბანი, ხო? თუ არ იცი, მოდი ერთად დავსხდეთ და ერთად გავერკვეთ, აგერ თქვენ ნახეთ, როგორ ადვილი
ფორმულებია და როგორ ადვილად გასახსნელი არის ეს ენა. ამინ, ამენით იესო ქრისტე წავედი ახლა.